დღეს დავამსხრო მითები ჯეტია ხუჩი და დღეს არ გვექნება უბრალო მითების დამსხრო, ესე იგი დღეს უნდა დავამსხროთ 1000 მითი და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვიდეო, რაც კი ვახშენ ერთამე მითების დამსხრობაზე გადამიღია. ამიტომ ავიყვანთ ეს ვიდეო ეხლა 10000 ლაიქს და დააჭერეთ დაბლა წითელ subscribe ღილაკს. მითი ნომერი პირველი თუ მანქანა შევარდები დაგვეტაკება. ესა თქმა უნდა ხმურობა იყო, მაგრამ ტალებში ვერ იყურები? მითი ნომერი 2 თუ ფრანკლინის გაიუზრდელები მანქანიდან გადამოგაგდებს და მანქანას წაგართმევს, ეს ჩემი მესამე მითი. რა თქმა უნდა ესენი ახლა მითები არ იყო, გასახურებელი იყო, მაგრამ ეგრევე დრო მოგეძით ახლა როცა დაგილაიქებინათ ვიდეო და აგვიყვანა ჩვენი არხი 100000 გამომწერზე, არ ვიცი ამას რომელ არხზე დავდე, მაგრამ რა ვიცი თუ მეორე არხზე და 100000 გამომწერზე. ამჯერად ნამდვილი მითი ნომერი 1. ჯეტია ხუჩი ცეცხლმაქრები არის რეალური, ამიტომ ამის მოხსნა ახლა არ შემიძლია და გადაო მართლა რეალურია თო ეს მითი მართალია. ნახდა არ მეგონა ეხლა ამას რო ვესროდი აქედან წყალი თუ გადამოისხმებოდა, მაგრამ ესე იგი დაჟე აქ აწერია water წყალი, ესე იგი ვესვრით და ჩაოლებრო წყალი ისმო, ესე იგი მართალია. ყოჩაღ როკსტარს ყოჩაღ მითი ნომერი 2 მოკლედ შორს მყოფი ავტომობილები არიან მოჩვენებები და ეხლა გეტყვით რას გულისხმობ. ანუ ეხლა ჩაოლებრო შორს რო ხედავთ ავტომობილებს და თუ ეხლა სნაიპერით გადაობ მართლა გაქრა, ესე იგი მოჩვენებები არიან. აი ამ მწვანე ავტომობილს ხო ხედავთ? მივიდეთ ახლოს და ქრება ეგრევე. ეს დიდი ალბათობით იმიტომ რომ გრაფიკები ალბათ ზედმეტად არ დაიტვირთოს. აი მოდი უფრო შემაღლებული ადგილიდან ვნახოთ, გვირაბიდან ავტომობილი გამოდიოდა და არა ეხაც გამოდის. აი ყვითელი ავტომობილი, მერე გაქრა შუაში მოდიოდა. წითელი ავტომობილი წითელი ჩანს ეხა დაემთხვა ძმაო. რაღაცები ქრებიან, რაღაცები მერე ჩდებიან. აი რომ მიახლო, მერე ის ავტომობილები ქრებიან. მოკლედ ეს მითი მართალია რა. და დიდი ალბათობით იმიტომ რომ გრაფიკული რაღაც ატვირთვა არ ქონდეს კომპიუტერს. გახსენდით GG დროპი აღწერაში მდებარე ლინკზე, სადაც დაგხვდებათ ბევრი кейსები სხვადასხვა და საუკეთესო ფასში. ასევე აქვე შეძლებს სკინების გაუმჯობესებას. და თუ ეხლავე გადახოთ აღწერაში მდებარე ლინკს და გაივლით რეგისტრაციას, პრომოკოდი AMIGOS გამოყენების შემთხვევაში პირველივე დეპოზიტზე მიიღებთ 11%-იან ბონუსს. GG დროპი არის ჩვენი ვიდეოს წარმოდგენი, ამიტომ არ გაუშვო შანსი რომ გამოიყენო პრომოკოდი AMIGO. თუ ამ ადგილას მიხვალ ველოსიპედის მაღაზიაში შეძლებ რომ იყიდო სკეიტბორდი. ან დარწმუნებული ვარ რომ სკეიტბორდი აქამდე GTA ხუთში არავის არ გიყიდია და მითი შესახებად არაფერი არ იცოდით, მაგრამ ის მეგობარო სკეიტს ყიდი? $40. და -$40. ჩვენს ანგარიშში და სად არის ჩემი სკეიტი? დავამართვი? ვაუ, ხადაო ბიჭო, მართალია? წარმატებები. და ეს მითიც მართალია, როგორც ჩანს ჩაოლებრო რომ შეგვიძლია GTA ხუთში მივიდეთ და სკეიტი ვიყიდოთ. და ბიჭო ისა როგორ დავდგე? დააგდე დაბლა. კაი, ერთ წამი და მაის ერთი წამი ღადაობ? დაახლოებით 5-6 წელია GTA 5-ს თამაშობ და სკეიტბორდით პირველად ვკატაობ, რაც საკმაოდ საინტერესოა სხვათა შორის. ბიჭო თან რას დათის ნახე. ოპა! დავიხაროთ. გადავახტ. ვახ, თავზე გადავახტე ვიღაცას. ხო არ გადაობ. სკეიტ პარკი სად არის? აქ ვერ დავხტებით, ოპ. სკეიტ პარკი მინდა. ესე გადმოხტეთ. კალბატონო. სკეიტით ვიღაც შემომოგდა უკაცრავად. სკეიტ პარკი ბიჭო აქ ხო იყო სადღაც თო? რა კაშკარად არ არის. წავედი პირდაპირ სკეიტ პარკში ახლა. ესე. სან ანდრეაში ვიცოდი რომ იყო სკეიტ პარკი, მაგრამ აქ GTA 5-ში, ოპა, გადმოხტეთ. ვახ! უკაცრავად უკვე მეორე კაცი შემომოგდა სკეიტით. აქ კიდე ერთი ტრიუკი, მიდი, ოპ. ეგ არის, კიდე ერთი. არა, აშკარად ვიცი, ძმო, რას ვიცი, ოპა. ვახ, ზემეთი მომივიდა, მაგრამ მაინც მაგრა დავდექი, ძმო, საღოლე, მოკლედ ეს მითიც მართალია. თუ წყალში სკეიტით იკატავებ და შემდეგ ახტები, შეიძლება აფრინდე კოსმოსში და ეს მითი რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ ნუ წყალში ახლა მარტო არხში თუ ვიკატავებ სკეიტით და ისაც ვერ წამოვტრიალდე აქეთ. დავაი დავაწვეთ ესე ვიაროთ. მიდი, ნახე რა კარგად მიდის თან. ეს ცოტა არარეალურია ახლა, მაგრამ კაი, 1 2 3 go. არა, ტყუილია ეს მითი. დავიხარეთ. მიდი 1 2 3 go. არა, ტყუილია. სამწუხაროდ. თან შეგვიძლია ეს ნახე სკეიტზე ცოტა ცუდი ანიმაცია აქვს, მაგრამ ნუ სკეიტის მითი რომ მართალია გამისწორდა და სხვათა შორის ჩემი ვიდეოებში ამას ხშირად გამოვიყენებ. მიდი ძმა გახტი, ოპ. მიდი, აქაც ერთი ახტომა გავაკეთოთ. წავიდა. ვერა. თუ ადამიანს დიდხანს დაუმიზნების წავა და თავს მოიკლოს, ცოტა რაღაცნაირი მითია, მაგრამ რა ვიცი ახლა GTA ხო ის როგორი თამაშია, არა, აქ თამაში ეგეთი რაღაცები მოსულა. მოდი ბებერ ფრანკლინს დავუმიზნოთ დიდხანს. მიღადაობით? ფრანკლინ. აუ ხადაობ. უკაცრავად ეს თი რაღაცა კაია სხვათა შორის ჩვენ აქ არ შეგვეტენება ხოლმე რაღაცები სერიალებში რო რამე. ისა მეგობარო. ჩემი ძმა.
ეს ამდენ ხანს რატო არ ვიცოდიტო? და ისე სნაიპერითაც მოქმედებს, ახლა ამას აი დიდ ხანს დავუმიზნოთ. ეს მითი მართალია. აეროპორტიდან ჩანს ჩილიადის მთაზე მდებარე შენობა. აეროპორტის ყველაზე შორ წერტილში ვდგავარ ახლა და არა მარტო ჩილიადის მთა ჩანს შენობა არა. ან შეიძლება ამინდის ბრალი, ან შეიძლება ჩემი გრაფიკ მომუდების, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მითი მცდარია. შენობა არ ჩანს, მაგრამ ჩილიადი ჩანს ახლა, ეგრე კავკასიონის ჩანს, ეგრე თბილისიდან, მაგრამ ახლა ხო ვერ ხედავთ მაინც კარგად. არა, კარგად ხედავთ კი თუ დავაზუმებთ. შეგვიძლია დავსპაუნდეთ მოსიარულე მანქანაში. როგორ უნდა დავსპაუნდე არ ვიცი. აბა ესე ვქნა მიდი. შევიდეთ ამ მანქანაში. არა რატო, ეს შანსი არ არის. აი ესე შეგვიძლია უბრალოდ თავზე დავახტეთ, აი ესე, მიდი. აჰა, თავზე შეგვიძლია დავახტოთ, მაგრამ მენა მანქანაში ვერ ვსპაუნდებით ვერან. ჩემი ძმა ვიდეოს ვიღებდი 2 წუთი, რაღაც დაგეცადა რა. მაინც კიდევ ერთხელ ვცდი, აი მაგალითად ამას დავახტებით თავზე მიდი რა. ხო არ გადავ, რა კაი გათვლა მაქვს. მანქანა შეგვიძლია დავახტეთ ახლა მოსიარულეს, მაგრამ ასე ვქვია, სალონში ვერ შევალთ რა ვერანაირად. აბა ამას დავუმიზნოთ აქ და თუ მოიკლავს თავს. არა. არა შენი ტიპი არ ჩანს. თუ კი, რა? არ მითხრათ ახლა. What? ტიპა თავი დაიბრიდა მანქანაში. წავიდე ძმამი აქ არ ყოფილვარ. წყალში შეგეძლია გოლფის თამაში და ისა, ჩემი ძმა წყალში საიდან ვითამაშო გოლფი, რანაირად ვითამაშო, ალბათ წინიდან უნდა მივიდე? აბა აქედან ვცადო აქ შესვლა. აი კი, play golf, ვაჭერთ ეს. easy იყოს, იმიტომ რა ვიცი ხა რომელი ის მე ვარ გოლფის მოთამაშე და წყალში მინდა რა ჩემი ძმა. არა ძმა, აქ ხესთან არ მინდა რა, იქ მინდა მე, რა ქვია, წყალში. აქ რა უნდა გავაკეთოთ? აჰა. ქუით არა ძმაო, კაფსლუკი არის ხოლა? აუ ძმაო, წყალში მინდა რა, წყალში ვერ გადავალ? ვერა. არც ეს არ მუშაობს აქ. აი, როგორ უნდა დავარტყა? პროსტა მაინც დავარტყა, ვაროს არ მითამაშია. Go. მიდი. სერიოზული გოლფერი ვარ, რა თუ როგორ არის გოლფის მოთამაშე? იმენა დონალდ ტრამპი გაიჩიტა ტიპი, სად გადააგდოტო? საღოლ ძმა, GTA 5-ში როგორც იქნა დასრულდა მშენებარე კორპუსების მშენებლობა, მაგრამ მეტი არა ჩემტერი. ჩემი ორი GTA-ში კი არის დასრულებული, მაგრამ ჩვეულებრივში არა. აი ეს კორპუსის რამდენი წელია შენდება და რა ვერ აშენდა, თო რამდენი განახლება გამოუშვა GTA, მაგრამ არა რა, აი ნახე აგერაცა. რანაირი დეველოპერები ყავს ბიჭო ტიპებს რა. შევუკვეთე ჩვენ კომპანია მონოლიც აშენება და დაგესრულებენ საკუთარ ვადებში კი არა და ეს რა ქვია დათქულ ვადებში რა არის რამდენი წელია შენდება დაასრულეთ რა გვაჩვენეთ როგორია ეს შენობები დასრულებული. NPC ტიპების სახლებს არ აქვს ინტერიერები, რაც იმას ნიშნავს რომ გარედან ახლა ჩვენ აქ შეგნით ხო ხედავთ რაღაცას, მაგრამ ეგ არის უბრალოდ ნახატი. აი ნახე. აფერი არ არის საერთოდ. არც ერთ სახლში არ გვაქვს ინტერიერი. არა, აი აქ რაღაც არის. აი არა, არც აქ არ არის არაფერი, არც აქ. ყველა NPC სახლი არის უბრალოდ ნახატი გარედან. ნუ ეხლა ესეც მესმის ინტერიერები რო იყოს შენით უბრალოდ რაში უნდა. აი აქ რაღაცა ინტერიერი გვაქვს და რატო არის ეს აქ ვერ ხვდები. ნუ გარედან ესია და შენით ერთი ოთახივით არის რა. დაწერეთ კომენტარებში თქვენაც ეს რატოა. მაგრამ ეს ალბათ უბრალოდ იმიტომ რომ შეამცირეს გრაფიკული დატვირთვა თამაშზე. GTA-ში შეგიძლია იპარკურო. ნახე ხარა პარკური გავაკეთო. ოპა, აქ ავხდით. ეს პარკურში ხო არის, ხო გადის მოვეს მართალია. აქედან იქ გადავხდით, მიდი. აპა, ნახე რა ლამაზად ჩახტა. აი ნახე ხა მაგალითად და კონტეინერიდან კონტეინერზე როგორ გადავხდე. წავიდა, მიდი. გადახტა. ოპა, მაგარი პარკური. აქედან მესამე კონტეინერზე ჩავიდა. აქედან გადახტა. არა, მოვეს პარკური არის, რა ვიცი, ხა მე თუ მკითხავთ ფრანკლინ რა გააკეთე თო საჩახტი გადამხტარიყავე. რაღაც პონჩი ეს მითი მართალია უბრალოდ გააცნია ჩვენთვის რა არის პარკური რა. თუ სალტოების გაკეთება არ და სალტოს ვერ აკეთებს ხა ფრანკლინ. თუ ამ ადამიანს დაურეკავ, რა ქვია ამას? აი ამას. Action up-ი ქვია. GTA 5-ში ჩამოვლენ უცხო პლანეტელები. მოგესალმებით, თქვენ გამოიძახეთ უცხო პლანეტელები, გიგზავნთ ლოკაცია, სადაც ისინი არიან. გთხოვთ რომ მოერიდოთ. What? აბა წავედით. ერთი წამი ბიჭო, მე გადავები? მაიკლი აიყვანეს ზევით? მე რო დავდგაქ მე სამიყვანენ? მე გადავები? მაიმუნები? What? გამარჯობათ, ეს მითი როგორ ჩანს მართალია და რას უშვებით მაიკლს? ეს უცხო პლანეტელების ენა როგორ ჩანს? მაიკლ, დაიცა ძმა გაწი შენი საცეცები აქედან. ეხლა მე დემოქრატიასთან კოსმოსში არ დამაგაზინებენ, მაგრამ ეს რა უბედურება, ტიპი რანერა დამოიყვანეს აქ და 2 წამში გახატეს. მაიკლი თუ ეხლა უცხო პლანეტელი გახდა? მაიკლ, გადით აქედან. ჩემ ძმა კაცხელი გაუშვით? მოდით აქ. არ ყვდებიან თო? მე გადავებიან ალბათ. ლიმონკა ვესრულო, აბა. ოპა. ეგ არის. აჰა, ეხლა მაინც ხო გადახდით ყველგან. მოდით აქ. წავიდა. მიდი. მაინც არაფერი არ მოსით, პროსტა ტვენი შერყევა ეძლებათ და ან ეს რა ჯანდაბა არის? აქ უეჭოლი კოსმოსი რაღაც არის. აბა ჩახტე ერთი დაბლა. ვახ. What? ოპა. ვახ.
მეღადაობები? უცბად ტიპებმა სად გამაფრინეს, არ ვიცი, მაგრამ აშკარად ეს მითი მართალია და ყველამ დარეკეთ მაგ ნომერზე, წავიდა. კაი ძმა, წადი დაბლა რა. ჩილიადის მთის დაბლა არის საიდუმლო და ძალიან ბევრი ინტერიერი. ეს მითი სხვათა შორის ვიცი რომ მართალია, იმიტომ რომ მე ჩემი თვალით მოქვს რამოდენიმეჯერ ნანახი აქ ტელეპორტის სპაუნ პოინტები, მაგრამ ეხლა აღარ არის მაინც არაფერი გადაო. ეს მითი ვიცი რომ მართალია ზმო. იმიტომ რაღაც ინტერიერებში რო გადადიხარ, აქ იჩიტები და დეველოპერებს აქ აქვთ ყველაფერი მოწყობილი და. აი, აქ რაღაც არის, ზმო დავინახე, ნახე? აი, რაღაც ვიპოვე. თუ ეს რა არის? მაგარია, ზმო, ხე ვიპოვე ჩილიადის დაბლა ჰაერში დარგული. აუ შეგენაცვალე. კაი, აბა ერთი წამი პერსონაჟს მოვკიდო ხელი და ისე ჩავიდე დაბლა. არც ესე? კაი რა ბიჭო რა დამანახეთ რა ერთი რა. არა ის ხე არის ესე ვიქ დაბლა. არა დანამდვილებით ვიცი რომ აქ იმენა ინტერიერებია. აქედან სხვა შეგულე შევიდეთ ხადაო? ოპა, რაცამ გაჭედა. აბა ვაფშე დაბლა ჩავიდეთ. არა, აქედან სხვა შევიჩიტებ. კაი რა ბიჭო, როცა გინდა მაგ დროს არაფერს არ აჩენს რა. შოკოლადის ჩამოკიდებულ ბანერზე კაც აცვია სასაცილო საცვლები, რაც არ უნდა სასაცილო დშღერდეს ეს ყველაფერი. ანუ ეს ტიპი ხო ყველა შენ გვიჩემიოთ, ბერჯერ დაუწერია ჩემ ვიდეოებში, რომ აი ვიღაც არის დაკიდებულიო რა. მოდი ერთ წამი ფრანკლინ შენ აქ დადექი ძმაო, ესე ლამაზად. როგორ ჩანს ეს მითი მართალია. მაგრამ ეს ბიჭო კაცი არ არის მგონი ერთ წამი. ქალია ძმა და რატომ მეგონა ეს რომ მთელი ცხოვრება კაცი იყო? ქალია და ფურ სასიზღრობა სახია ხადაობ? ეს მითი მართალია არ არის, იმიტომ რომ ეს ქალი ეხლა და ამ ქალისთვის მოსულა რა ეგეთი თემა. დავაი ჩამოვედით აბლა, უკაცრავა ძმა. Rockstar-მა დაუშვა შეცდომები, როდესაც გზებს აპროექტებდნენ და ეს მითიც მართალია, მაგრამ ბიჭო მართალი რა პონჩი არის? აქ მოტრიალება არ შეიძლება უხატია. და აქ შეგვიძლია შევუხვიოთ, მაგრამ ერთი წამი. აქ თუ შეგვიძლია შევუხვიოთ, სად უნდა წავიდეთ? ანუ ეს ნიშანი გვეუბნება, რომ აქ შეგიძლია შევუხვიო აქეთ. პლუს ნახე, აქ არ გრძელდება არაფერი აშკარად. აქ თუ შევუხვიოთ, უნდა მოვატრიალოთ. სადაც მარცხნივ შეხვედრა შეგვიძლია, უნდა მოვატრიალოთ, მაგრამ აქ უკან წერია, რომ მოტრიალება არ შეიძლებაო. ამას გამოვიყენე პოლიციის მოუჩი და აქ ვინც მოვატრიალებს, ყველას დავაჯარიმებ. და მსდიონ მე რა ვეტყვით მოვაგერ ნიშანი იყო, მაგრამ ნიშანის მე ახალი ნიშანი მოდის. არ ვიცი, დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. არის კიდე სამედნეტა მსგავსი რამე? აი აქ წერია რომ მოტრიალება არ შეიძლება, მაგრამ აგერ აქ არის მარცხნივ მოხვევის მანიშნებელი. სადაც მარცხნივ მოხვა შეგვიძლია, აქ მოტრიალება შეგვიძლია, მაგრამ შეიძლება ვიღაცა მაკრძალოს მოტრიალება. ვახ, ცოტა ნიტუა, კიდე კაი რომ არ წუწობა უკვე აღებული მაქვს. მიწისქვეშა საკანალიზაციო სისტემები ძირითად შემთხვევაში არის უბრალოდ ფეიქი და დაბლა არაფერი არ არის. ერთი წამი ძმა ბუდეში ხდით მუშაობას რო გაწყვეტინებთ, ჩავიდეთ აბა დაბლა. არა ძმა, მოგ დაბლა რაღაცები არის ჩვეულებრივად. ფეიქი არ არის, მაგრამ აი გვირაბი აღარ მიდის უკვე იქ არსად. ერთ წამი ტიპი ჩამოვიყვანოთ ჩვენი. ხო არა, იქ თუ აღარ მივდივართ, ვერსად დავასვამოთ აბა რა მანქანა. წინ წავიდეთ. ოპა, რა what? საწამოვედი არ ვიცი, მაგრამ ერთი წამი უკან იქ რა არის? რაღაცა აღმოვაჩინე, აი უკან რაღაც ჩანს მაო. უბრალოდ აქედან ვერ ხედავთ ვერაფერს. ანუ სად მივდივარ, ვინმე გამაგებინებს? რაღაც ამოუცნობ გზაზე, რატო დავდივარ? მიწის ქვეშ, მიღადაობით აი წინ რა არის? დავუშვათ აქეთ, წავიდეთ, ეს რა ჯანდა, რატო გაქრი? გითხარით, რომ საიდუმლო ადგილებია GTA 5. შეხედეთ ეს რაუბედურება. სავალწმაო. Rockstar-ი ცოტას უბერავს. ეს მითიც მართალია. მამპზე არის ადგილი, სადაც შეგიძლია რომ მიწის ქვეშ ღადაობ. ანუ ეს რა არის? არანაირი მოდი არ მაქვს დაყენებული და ჩვეულებრივად დადიხარ მიწის ქვეშ ღადაობ. ანუ რა ხდება ეხლა აქ? აქ უბრალოდ მოდით და ჩვეულებრივად გატესტეთ სიარული. ეს რა ადგილია? აი ეს ხო ხვდებით რა ადგილს არის GTA 5 წუნის თამაში. შეხედე უბრალოდ ამას. აბა ჩავიდეო და დაბლა რომ თავი ისე გამომიჩნდეს. ღადაო ბიჭო, ეს რაღაც ჯერ არ მინახავს. ესე ჩვეულებრივად მედიხარ, დაიმალები, მე ამოყოფ თავს, ესე ჩვეულებრივად, ისა ძმა. ამას რო ვესროლო? ვახ, იმენა ფეხებში. ეხა ეს როგორ დამარტყავს? მოდი აქ ბიჭო, მოდი აქ, მოდი. რო ვესროლო? მოდით აქ, მოდით თქვენ, მოდით. ზერსკია. დალაიქეთ მოკლედ ეს ვიდეო და გამოვიწერეთ არხი აუცილებლად.